ამერიკის შეერთებული შტატების ომის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პიტ ჰექსეთი აზიის ქვეყნებში ვიზიტს განაგრძობს. ვაშინგტონი ახლა სეულთან განიხილავს ისედაც მჭიდრო სამხედრო პარტნიორობის გაძლიერებას. პარტნიორობა, რომელიც კორეის ომის დროს ჩამოყალიბდა და 1953 წელს ურთიერთდახმარების მემორანდუმით გამყარდა, ახლა ცვლილებების მოლოდინშია. ცვლილებები კი სწორედ კორეისა და ამერიკის შეერთებული შტატების ალიანსის მოდერნიზებას ითვალისწინებს. განვიხილეთ პრაქტიკული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც ალიანსის მოდერნიზაციისთვისაა საჭირო. მამხნევებს მინისტრ ანის მიზნები, გაზრდოს თავდაცვის ხარჯები და მეტი ინვესტიცია განახორციელოს კორეის რესპუბლიკის სამხედრო შესაძლებლობებში. ეს მოიცავს კრიტიკულად მნიშვნელოვან სარაკეტო თავდაცვის სისტემებსა და კოსმოსურ ძალებს, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ძალებისთვის მშვიდობის შესანარჩუნებლად და ღმერთმან უქნას ომის მოსაგებადაც. ამერიკის შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის პარტნიორობის წყალობით, რომელიც წლების განმავლობაში ერთობლივი წვრთნებით და მრავალი პროგრამის დახმარებით მყარდებოდა, სეულმა მოკლე პერიოდში შეძლო ეფექტიანი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბება. ამერიკის შეერთებული შტატები სამხრეთ კორეის თავდაცვის ძალებს მოდერნიზაციის პროცესშიც ეხმარება. ვაშინგტონს სეულთან 30 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ტრანზაქციები აქვს საგარეო სამხედრო გაყიდვების სისტემაში. ერთ-ერთი ბოლო შესყიდვების შედეგად სეული დამატებით აღიჭურვა F-35 გამანადგურებლებით, პეტრიოტის სარაკეტო სისტემებით, გლობალ ჰოუკის უპილოტო საჰაერო-ხომალდებით, ჰარპუნისა და ჰელფაიერის რაკეტებით, მოიერიშე ვერტმფრენებითა და ასე შემდეგ. ახლა კი საუბარია, რომ სამხრეთმა კორეამ შექმნას ბირთვული წყალქვეშა ხომალდიც. როგორც სეულში ამბობენ, ეს არ გულისხმობს ბირთვულ იარაღს. შემდეგი საკითხი ბირთვულ წყალქვეშა ნავებს ეხება. ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ სახელმწიფო და ენერგეტიკის დეპარტამენტებთან, რათა შევასრულოთ პრეზიდენტ ტრამპის დაპირება. ვფიქრობ, ეს ასახავს იმას, რაც ვთქვი, პრეზიდენტ სურს მოკავშირეები ძლიერები იყვნენ. მას სურს, რომ ჩვენს მოკავშირეებს ჰქონდეთ საუკეთესო შესაძლებლობები და რადგან კორეა სამაგალითო მოკავშირეა, ის მზადაა ასეთი მიზნებისთვის. შესაბამისად, მათ უნდა ჰქონდეთ საუკეთესო შესაძლებლობები საკუთარი და ჩვენი მოკავშირეების დასაცავად. კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლება უკრევი ვალდებულებაა. როგორც ბირთვული იარაღის გაუცილებლობის შესახებ ხელშეკრულების მონაწილე მხარეს, სეულს არ შეუძლია ბირთვული იარაღის ფლობა. ამიტომ სამხრეთ კორეაში ბირთვული იარაღის შექმნა შეუძლებელია. სეულში შეხვედრებზე არაერთხელ აღინიშნა, რომ ამერიკისა და სამხრეთ კორეის ალიანსის მთავარი მიზანი კვლავ ჩრდილოეთ კორეისგან დაცვაა. სამხრეთ კორეაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტიც შთამბეჭდავია. ქვეყანაში არსებულ ბაზებზე 28,500 ამერიკელ სამხედროზე მეტი მსახურობს.